მე დღეს მივიღე პრეზიდენტის სასახლეში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც თავის ნებით გადადგა იმის გასაპროტესტებლად, მე ეს ვნახე ამ ორი დღის წინ ტელევიზიით, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური დევნილის პატიმრის, პოლიტიკური პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა სამშობლოს ღალატისთვის და ჯაშუშობისთვის გასაბართებულ საქართველოს მოქალაქეებს. მე მინდა კარინას მივცე სიტყვა ჯერ. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო პირველ რიგში აქ მოწვევისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ იმით, რომ პოლიციაში მუშაობდი, განსაკუთრებით ვამაყობ კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტში, რომ მუშაობდი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ასევე ჯაშუშების საქმეზე და ახალაიას ხელმძღვანელობით და მე უბრალოდ არ შემეძლო ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო და არ გადამდგარიყავი, როდესაც ჯაშუშები იქნენ გათავისუფლებულები. მე ვნახე კარინას გაცხადება. მე უბრალოდ მინდა რამდენიმე თქვა, რომ კარინა იყო მრავალი წლის განმავლობაში, მე ამოვიღე მის ბიოგრაფია. მუშაობდა სწორედ უცხოურ სპეცსამსახურების მიმართულებით, შემდეგ მუშაობდა ტრაფიკინგის მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების, მუშაობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად და მე ნამდვილად მინდა ხაზი გაუსვა, რომ მის მიერ პოლიციის დატოვება ის არავის არ გაუშვია, ის მუშაობდა ბოლო დღეებამდე, არის ღირსეული საქციელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები დღეს მუშაობენ პოლიციაში, ისინი არიან უღირსეული. რა თქმა უნდა, პოლიციაში მუშაობს და საზოგადოების წესრიგს შეძლების დაგვარად იცავს ათასობით ძალიან წესიერი, გაბედული, პრინციპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის დამცველი თანამშრომელი. და მე თითოეულ მათგანს უხდი მადლობას თითოეულ მათგანის წინაშე ვიხრი კეთს. ამავე დროს მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. არც ერთი პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ადამიანი, როგორც ეს პარლამენტმა განმარტა, არც ერთი მათგანი არ ყოფილა პოლიტპატიმარი. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ბელარუსში არის 5 პოლიტპატიმარი, ამას ბელარუსი უარყოფს. ჩილო-კორეაში არის 10 პოლიტპატიმარი. საქართველოში პარლამენტმა გამოაცხადა, რომ იყო 200 პოლიტპატიმარი და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში საერთოდ შეიძლება არ იყოს 200 პოლიტიკოსი, არათუ 200 პოლიტპატიმარი, მე მინდა ამაზე დავფიქრდეთ. და ამით პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტმა თქვა ძალიან სახიფათო რამ, რომ ყველა ვინც ომის მდგომარეობაში ყოფ ქვეყანაში მოაწყობს სამხედრო ნაწილში ამბობს და მე მარ ამის მოწმე, როგორც თქვეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან სამხედრო ხელმძღვანელობას, მათ აქვს პოლიტიკური მოთხოვნები და შემდეგ შეეცადენ ცხინვალის მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით მიმალვას, ამას თვითონაც არ უარყოფდნენ, აი ეს ხალხი გამოუშვეს დღეს როგორც გმირები. საქართველოს პარლამენტმა თქვა, რომ ყველა ადამიანს ვინც თავის თავს უწოდებს პოლიტიკოს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, მათ შორის შეიარაღებული, შეუძლია ადამიანი დაჭრას ცეცხლსასროლი იარაღით და ის განთავისუფლდება, იმიტომ რომ მას შეიძლება რაღაც სხვა კავშირი ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიასთან. საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში შეიძლება ჩაიდინო ქვეყნის ღალატი, შეიძლება ჩაიდინო ჯაშუშობა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურო და იმის გამო რომ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან რამე კავშირი გაქვს, ან თუნდაც ვინმეს იცნო პოლიტიკურ პარტიაში, იმიტომ რომ ზოგიერთი ვინც განთავისუფლდეს, არასოდეს ხმა არ მოუღია და პირიქით ზოგიერთი მათგანი, მათ შორის პოლიტოლოგები, ბოლომდე ხოტბას ასხავდა საქართველოს მთავრობას, ჩემ მთავრობას ესე იგი, შეგიძლია იმის გამო რომ ვიღაცა კავშირები გაქვს და ვიღაცასთან ხარ დაკავშირებული, გაგიშვან, ან პირდაპირ რუსეთის დაკვეთით გაგიშვან საპატიმროდან ამ მოტივით. ეს არის ძალიან საგანგაშო პრეცედენტი. იცით რომ საქართველოს პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის გევორქიანი, შკრილნიკოვი, ბევრი სხვა, როგორც და გაუშვა ყოველგვარი პირობის გარეშე. იყო რამდენიმე საქართველოს მოქალაქე და რამდენიმე ადამიანი, ვინც გასამართლებულია რუსეთის ფედერაციაში, როგორც საქართველოს ზვერავი და იხდის იქ სასჯელს. ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ისინი არიან ზვერავები, მაგრამ ისინი არიან გასამართლებული ამ მუხლით და მე ვიცი რომ არსებობდა გეგმები შესაბამის სამსახურების იმ პირობებშიც კი როცა ისინი არ არიან აღიარებული ჩვენს მიერ როგორც ზვერავები, მაგრამ არიან ჩვენი მოქალაქეები,
მოხდარიყო მათი გაცვლა რუსეთის ფედერაციის კარგად დადასტურებულ ჯაშუშებზე საქართველოს შიგნით, რომელიც ჩვენ ყავდა დაპატიმრებული. ამით საქართველოს პარლამენტმა პრაქტიკულად უარი თქვა ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლებაზე რუსეთში, იმიტომ რომ სამხრივად უპირობოდ განთავისუფლა ეს ხალხი ჩვენი ციხეებიდან. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ისტორია განსჯის იმათ, ვინც ეს გააკეთა. ასევე მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური წარმომავლობის არის კარინა, ჩემთვის ამას არასდროს არ ქონდა მნიშვნელობა, მაგრამ სწორედ ის, რომ ეთნიკურად სომეხი ადამიანი, რომლის დედა არის სხვა შორის გალინა პერევერზინა, რუსი ეთნიკურად წარმომავლობის, რომელიც ცხოვრობს ასპინძაში და გაზარდა ასე პატრიოტულად თავის ქვეყნის სამსახურში, თუნდაც კარინა. მე კარგად მახსოვს კაპიტან ოგოიანის ისტორია, რომელიც მას გადაუღობა გზა თავის სპეცრასთან ერთად რუსულ ტანკებს, რომელიც მიდიოდნენ ჯავახეთის მიმართულებით. საქართველოში ჩამოყალიბდა ჯგუფი, ძალიან დიდი ჯგუფი სახელმწიფო მოხელეების, პატრიოტების, მიუხედავად იმისა, რომელი ეთნიკური წარმომავლობის არის, რომელიც ზათარიან საქართველოს ინტერესებს დაუდგენ, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, მიუხედავად მათი მწამსისა და მათი ოჯახური რაღაცა წინა ისტორიისა. და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მე მინდა რომ ნებისმიერმა მთავრობამ შეინარჩუნოს. მე არ მინდა რომ საქართველოს ვინმე დააბრუნოს 90-იანი წლების დასაწყისის წარმოუდგენელ გაუსავალ ძილის მდგომარეობაში. მაშინაც ხალხი გამოუშვეს კრიმინალებს ციხიდან ზუსტად იმ სოუსით, რომ ისინი რაღაც პოლიტიკასთან იყვნენ კავშირში და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ქართული სახელმწიფო და ქართულ სახელმწიფოს აქვს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ სწორედ დიდი სიმტკიცის მარაგი. მაგრამ ეს სიმტკიცის მარაგი და მე მინდა გავაფრთხილოთ დღევანდელ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს არ არის ამოუწურავი და არ არის უკიდეგანო. და ზედმეტად თუ გადაუღუნავთ, ეს შეიძლება რა თქმა უნდა ბზარები გაუჩნდეს და გატყდეს. და ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ეს 92 წელი არ არის, სადაც ეს ამნისტიები ავტომატურად გამოიწვევს აფეთქებას და გაუბედურებას ხალხის. არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ჩვენ დავტოვეთ კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი და სტრუქტურები და სამართალდაცვის სისტემა. მაგრამ ნუცდით ამ სიმტკიცეს. იმიტომ რომ კი ვაშენებდით 9 წელი, მაგრამ რასაც რუდუნებით 9 წელი ვაშენებდით, ბევრად უფრო ჩქარა შეიძლება დაიშალოს თუ ამ ყველაფერს არ გაუფრთხილდით. მე მინდა ვთქვა, რომ და მე მინდა მოუწოდო მასმედიის საშუალებებს. ასე უაპელაციოდ, ნუ ვაფეტიშებთ ამ ხალხს. ამ ხალხს აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული. გაუბედურებული ყავთ ოჯახები, მოქალაქეები, მოკლული ყავთ ხალხი. მათ შორის კოორდინატების მიცემით ოკუპანტების თვითმფრინავების რომ დაებომბათ ჩვენი პორტები, მათ შორის დაჭრილი ყავთ უამრავი ადამიანი და აჩვენეთ ის რისთვისაც არიან ისინი გასამართლებელი. თორე გამოდიან და ისინი ყვებიან 1000 გვარ ტყუილებს და სისულებს, მათ შორის მათი პატრონის და მათი მე პატრონის სპეცსამსახურების დავალებით. ნუ გავაბაიბურებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ნუ მივცემთ ასეთ თავისუფლებას იმ ხალხს, რომელიც პრინციპში თავისი არსით არის ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოება რა თქმა უნდა სწორ დასკვებს გამოიტანს და რა თქმა უნდა ყველას მიუჩენს თავის ადგილს. მაგრამ მე მინდა რომ ეს გარდამავალი პერიოდი ყველა მაქსიმალურად უმტკივნეულად გავიაროთ და სწორედ ამიტომ მე მინდა კარინასთან ადამიანებს უთხრა დიდი მადლობა. მე მინდა უკვე ყოფილ ოფიცერს შინაგან საქმეთა სამინისტროსი მე დარწმუნებული ვარ დადგება როცა ის დაბრუნდება ამ სამინისტროში ამ სტრუქტურაში გააგრძელებს ბრძოლას ჯაშუშებთანაც და კრიმინალთანაც გადავცე ის რაც ყველაზე მეტად შეეფერება მას ღირსების ორდენი იგი უკვე არ დაჯილდოებული ვახტანგ გორგასის ორდენით სწორედ სპეცსამსახურეთა ბრძოლისთვის მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ნაბიჯი იყო მართლაც ღირსეული მე ვფიქრობ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა გაქვს ჩემო ძვირფასო მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრა ამ ძალიან გაბედული ნაბიჯის ხო მადლობთ აბი შენიც მადლობთ